ბრუნდებით პირდაპირ ეთერში რადიო ემედის დღის არხის ფორმატში განვაგრძოთ მუშაობას და ჩვენ ახლა ვეცდებით მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს გამოვეხმაუროთ, მოვისმინოთ კონკრეტული შეფასებები და ამ თემაზე სასაუბროთ ჩვენ რადიო ემედის სტუდიაში. ახლა საინტერესო დიალოგს შემოგთავაზებთ. ჩვენ მას მიზნობთ ხალხის ძალის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანს ხალბატონ ნეკასეფაშვილს, დეპუტატს. გამარჯობა. მოგესალმებით, და მივესალმებით ჩვენს რადიოს. დიდი მადლობა თქვენ სტუმრობისთვის. უნდა დავიწყოთ აუცილებლად თქვენი შეფასებით ჩვენი დიალოგი, რომელიც უკავშირდება ბატონ ღარიბაშვილის განცხადებას, მისი წასვლა პოლიტიკიდან, მან ხაზგასმულად განუმარტა ამის შესახებ მედიის საშუალებით საზოგადოებას და ესეც ალბათ ნიშანდობლივია, რომ მან პარტიული პლატფორმიდან გააჟღერა ეს თავისი პოზიცია. ადამიანი, რომელიც მინისტრიც იყო, პრემიერ-მინისტრიც იყო და მნიშვნელოვან მომენტებში საკვანძო ფიგურა იყო ქართული ოცნებისა. თქვენი შეფასება, რა შეიძლება ეს უკავშირდებოდეს, 1000 ვერსია თუ უბრალოდ ადამიანური ფაქტორია და პოლიტიკური საქმიანობიდან კერძო სექტორში გადაბარგება ამჯობინა და არაფერი განსაკუთრებული, ასე ვთქვათ. მე ვფიქრობ, რომ არაფერი განსაკუთრებული. მან ირაკლი ღარიბაშვილმა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს უახლეს ისტორიაში. თავის დროზე, როდესაც იყო პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი თუ პარტიულ თანამდებობაზე მომუშავე ადამიანი, ნამდვილად ჩვენ გვახსოვს პანდემიის დასრულების შემდეგ, სწორედ მან ჩაიბარა ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც ეკონომიკურ რეცესიაში იყო და ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდას ჩაუყარა საფუძველი მის მიერ დაგეგმილი და მის ხელმძღვანელობით დაიწყო სწორედ ეს ეკონომიკური ზრდა, რომელსაც ჩვენ დღესაც ვაკვირდებით მის ხელმძღვანელობით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, როდესაც საქართველოს აიძულებდნენ ომში ჩაბულიყო და მას, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, რომ პირველი იყო, იმ ადამიანებს შორის პირველი გაგებით ვამბობ, რომ პრემიერ-მინისტრი იყო მაშინ და რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი წნეხი სწორედ მასზე მოდიოდა და მაგრამ მან ყველაფერს გაუძლო. მე მახსოვს იმ პერიოდში, როგორი ბოლინგი ხორციელდებოდა მის მიმართ, მისი ნებისმიერი გამონათქვა მის მიმართ. ეს მაშინ, ასე ვთქვათ, საზოგადოებაც გაცილებით უფრო მოწყვლადი იყო ამ ცრუ ნარატივების გავრცელების მიმართ და ძალიან დიდი საზოგადოებრივი წნეხის გადალახვა უწევდა იმისათვის, რომ დაემტკიცებინა ის სიმართლე, რასაც აუნდა საზოგადოების გარკვეული ფენებისათვის. მე არ ვამბობ, რომ ყველას ეს ეხებოდა, მაგრამ რა თქმა უნდა, იყო გაცილებით უფრო დიდი საზოგადოების ის ფენა და მოსახლეობის ის რაოდენობა, ვისაც აი ამ საქართველოს წინააღმდეგ მომუშავე მავნებლების უსიტყვოდ და უპირობოდ სჯეროდა და ვისაც ჯერ კიდევ ეგონა, რომ დასავლეთს მხოლოდ კარგი უნდა საქართველოსათვის და აი ამ ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში საქართველოსათვის მან შეასრულა უდიდესი როლი. მისი ეხანდელი, ასე ვთქვათ, გადადგომა მე დიდად სიმართლე გითხრათ არ გამკვირვებია, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ისე აქტიურად აღარ მონაწილეობდა. მე პარტიულ საქმიანობაში ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ჩვენ უკვე დიდი ხანია ხალხის ძალას გულისხმობ, აღარა ვართ ქართული ოცნების წევრები და შიგნით პარტიაში რა ხდება ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს კოალიციურში. არც კოალიციურში, მაგრამ გარედან რაც ჩანდა, ისეთი აქტიური ამ ბოლო პერიოდში არ იყო და თუ იგი მიიჩნევს, რომ მან მოიხადა ვალი სამშობლოს, ქვეყნის, ერის და პარტიის წინაშე, მას ნამდვილად აქვს ამის თქმის უბლება, იმიტომ რომ მართლაც და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ ყველაფერში და ჩემი ვარაუდით ეს არის უბრალოდ ადამიანური ფაქტორი, რომ მას ნამდვილად ჭირდება, ასე ვთქვათ, გარკვეული დრო იმისათვის, რომ იხედოს საკუთარ პირად ცხოვრებას და რაღაცა სხვა სარბილზეც მოსინჯოს თავისი ძალა და ენერგია. კი ბატონო. ამასობაში ჩვენ ხედავთ გლობალური პროცესების განვითარებას, სადაც ისევ მიმდინარეობს პოლუსების, ასე ვთქვათ, სასურველი პოლიტიკური კონცეფციების განვრცობა და ერთგვარი ლიბერალიზმისა თუ კონსერვატორიზმის ჭიდილი ისევ გრძელდება, თქვათ ამ შემთხვევაში ამერიკასა, დიდ პოლიტიკაზე ვსაუბრობ, ამერიკასა და ევროპის ნაწილს გულისხმობ, მაგრამ ჩვენ დღეს ვნახეთ არაერთი ინფორმაცია
ნატოს ანგარიშთან მიმართებაში და დოკუმენტში ამწერად უკვე ყოველწლიურ ანგარიშში ხარდაჭერის მიმართულებით საქართველოზე საერთოდ ნაკლებია საუბარი და უკრაინის გაწევრიანებაზე, რასაც ადრე კიდევ უფრო მეტი ხმამაღალი დიალოგი იყო, ამაზეც აქცენტი აღარ არის გაკეთებული. მით უმეტეს რომ თუნდაც მაშინ, როდესაც გასაგები ხდებოდა, რომ ჩვენ გვახსოვს ამერიკის შეერთებული შტატების ინფორმაცია, რომ რუსეთი ახდენს ძალების მობილიზებას, უკრაინაში ომის დაწყებამდე ვამბობ და დღეს ხვალ დაიწყებს შეტევას და სამხედრო მოქმედება დაიწყება. მით უმეტეს აი იმ ინფორმაციის არსებობის ფონზე და როდესაც რაღაც გზა უკვე გავლილი ქონდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობისგან უკრაინას, ისევე როგორც საქართველოს და ჩვენი კონტრიბუცია ქონდა კიდე სამხედრო კუთხით. შეეძლო პირობითად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ეთქვა, რომ მე დღესვე დაჩქარებული წესით ვღებულობ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, ნატოში უკრაინას და ეს იქნებოდა ერთგვარი ქოლგა იგივე რუსეთისთვის, ხო? და ისიც ამ მასშტაბით ვერ განახორციელებდა. ძალიან პირობით ვამბობ ახლა მე გასაგებია, მაგრამ თითქოს ირეალურია, მაგრამ როცა სამხედრო მოქმედება დაიწყო, ფრიად დაჩქარებული წესით იმის ნაკლები ვალდებულებების გავლით შვედეთი და სკანდინავიის ქვეყანა მაშინვე გახდა ნატოს წევრი, ფინეთზე ვსაუბრობ, ხო? ანუ როცა პოლიტიკა სჭირდება, ყველაფერი შესაძლებელი გამოდის დიდ პოლიტიკას, როდესაც სჭირდება. მესმის იმათი დემოკრატიის ხარისხი სხვა და შესაძლებლობა და ნატოს საფრევი სოციალურად არ არის, მაგრამ ეს გეოპოლიტიკური კუთხით ხო ევროპას დიდ ყურადღებას ანიჭებენ დასავლეთში. ვიცით, ეხა ამ გლობალური ცვლილებების ფონზე, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ეს არის მსოფლიოს ხელახალი გადანაწილების ძალიან მტკივნეული პროცესი, რომელიც პირველ რიგში თუ ჩვენ ამ რეგიონს დაუბრუნდებით, მიმდინარეობს სწორედ უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე, ხო, ომის ფონზე. და გახსოვთ, რომ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ომს დაასრულებდა ერთ დღეში, მაგრამ აი რაღაც სამთვე ვერც ერთ დღეში, ვერც 10 დღეში, ჯერჯერობით. და ჯერჯერობით ახლოსაც კი არ არის კონფლიქტი დასრულებასთან, ანუ ელემენტარული დღეს კიდევ ერთხელ ჩავიდა შტატების პრეზიდენტის წარმომადგენელი მოსკოვში პუტინისა და უიტკოფის შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს, შეიძლება დაასრულდა, უახლესი ინფორმაცია. ელემენტარული იმასაც ვერ მიაღწიეს ჯერჯერობით, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიაღწიათ შეთანხმებისათვის, ანუ ყოველგვარი ტერიტორიებისა და ყოველგვარი სტატუსების განხილვის გარეშე. ასე რომ ეს გლობალური გადანაწილება, მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება საკმაოდ მტკივნეული არის და ასე იოლად და ასე ადვილად არ მოხდება. იგივე ეს ნატოს სამხედრო ალიანსი შეიქმნა საბჭოთა კავშირთან ესეთი სამხედრო დაპირისპირების ფონზე და ეს იყო რაღაცა დასავლეთის გაერთიანებული სამხედრო ძალისხმევა, რომელიც მიმართული იყო საბჭოთა კავშირის, მაშინდელი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, რასაც საბჭოთა კავშირმა თავის დროზე დაუპირისპირა ეგრეთ წოდებული ვარშავის პაქტის შეთანხმება და ასე ვთქვათ, სოფლიო იყო ესეთი ორმტრულ სამხედრო და ეკონომიკურ ბანაკად დაყოფილი შეიძლება ითქვას. და მას შემდეგ ჩვენ ხედავთ, ანუ მსოფლიოში მიმდინარეობს ძვრები, იგივე რკინის ფარდა დაინგრა, ბერლინის კედელი დაინგრა, სოციალისტური ბანაკის წევრები ნელ-ნელა გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ასე რომ ეს ცვლილებები მიმდინარეობს, ეხლაც არ არის შეწყვეტილი ამ ცვლილებები. ახლა კიდე რაღაცა უფრო მკვეთრი ფაზაა. და ოღონდ უბრალოდ ეს მალე არ მოხდება. ჩვენ ალბათ უნდა დაველოდოთ ამ ყველაფრის განვითარებას. უსაფრთხოება ეხა ნებისმიერი ქვეყნის ნომერი პირველი ამოცანა, მათ შორის საქართველოსათვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ვაგზავნებთ სხვათა შორის ნატოსთან თანამშრომლობას, აი სწორედ რამდენიმე კვირის წინ ჩვენი თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდა რამშტაინის შეხვედრაზე, სადაც დარწმუნებული ვარ მე, რომ ნომერი პირველი განსახილველი საკითხები სწორედ თავდაცვასა და უსაფრთხოებას შეეხებოდა. ასე რომ ეს საკითხები არის ჯერჯერობით ღია მსოფლიო საზოგადოებისათვის და მე როგორც ვუკვირდები და ჩემი ვარაუდით მგონია, რომ ამ ეტაპზე დასავლეთი თავს იკავებს ისეთი ჩანაწერებისაგან, ისეთი გამოთქმებისაგან, რომელიც რუსეთს კიდევ უფრო გააღიზიანებს და ცდილობენ ისინი უფრო დაუბრუნდნენ კონფლიქტების მოგვარების დიპლომატიურ გზებს. ეს რა თქმა უნდა უცებ არ ხერხდება და უცებ ვერ გადავლენ, ასე ვთქვათ, პირდაპირ დიპლომატიურ რელსებზე, მას შემდეგ რაც 3 წლის განმავლობაში ჩვენ ამ სისხლის უბრალოდ ძალიან საშინელ ომს ვადევნებთ თვალყურს უკრაინაში, თუმცა ძალისხმევა აქეთკენ არის მიმართული და არის ცდილობები, რომ აქეთკენ გადაერთოს
გლობალური მსოფლიო. იმისათვის რომ კიდევ დავზნე რომ მოხდეს მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება. ეს ყველაფერი ამისკენ არის მიმართული და არ არის ეს უმტკივნეულო პროცესი, სწორედაც რომ აი ამ ომებით, კონფლიქტებით და ასე შემდეგ ხასიათდება და თანსდევს ეს ყველაფერი სამწუხაროდ, რა თქმა უნდა. ოდნეკა ლოგიკურია, რომ ასეთი დიდი გლობალური გეოპოლიტიკური გადათამაშებების ყოველთვის უკავშირდება ახალი ძალების წარმოჩენას კონკრეტული სახელმწიფოსა თუ ალიანსების სახით და ახლა ჩვენ აი ამ გეოპოლიტიკური სიმძიმეების სახით ხედავთ პოლის მინიმუმ ვაშინგტონის გარდა იგივე ჩინეთს და პერსპექტივაში არ ვიცი, ინდოეთი იქნება თუ ვინ როგორ რას მოახერხებს. მაგრამ მესმის ჩემი კითხვა იქნება ძალიან ჰიპოთეტური ალბათ, თუმცა თქვენ ახსენეთ და სწორად ახსენეთ ფრაზა, რომ ეს არ მოხდება სწრაფად. აი ამ ცვლილებების პროცესი. ზოგჯერ იმდენად ცვალებადია, რომ ვერც თავს ხვდები სად არის, ვერც ბოლოს, სანამ ერთჩვენიერ დღეს რაღაცა ვიღაცისთვის ნაკლებად წარმოსადგენი მოხაზულობა დადგება, თუნდაც პოლიტიკური საზღვრებისა, პირობითად ვამბობ. როგორ ფიქრობ, დაახლოებით რა პერიოდი იქნება აი ეს გეოპოლიტიკური ტექტონიკური ძვრებისა აფტერშოკების ჩათვლით და როდისთვის იქნება, ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკური სეისმური მდგრადობა? ანუ როდის დამყარდება ახალი მსოფლიო წესრიგის, ხო, ის პირველი კონტური, როდესაც რაღაცა უკვე სხვა დინებაში გადავა დაპირისპირებები. ამის თქმა ნამდვილად გამიჭირდება, მაგრამ კონტურების შესახებ საუბარი ალბათ უკვე ერთ წელიწადში შეგვეძლება. თუმცა ახლა რეალურად როგორ მოხდება და როგორ დაალაგდება ეს ყველაფერი, ამის თქმა ძნელია, იმიტომ რომ ეს პროცესები, იგივე ეკონომიკური პროცესები, რაც არის იგივე სავაჭრო ომების მომსწრევართა, ხო, კი, ეს ცალსახად მსოფლიოს ხელახალი გადანაწილების ნაწილია და ეს ყველაფერი თავის შედეგი რო დადგეს, ამას ჭირდება გარკვეული დრო, სულ მცირე რაღაც თუნდაც აი ვაჭრობის შედეგებს, აი ახალი ტარიფების შემთხვევაში რაიმე შედეგი რო ქონდეს, 3 თვე მაინც არის საჭირო, რომ ის ანუ მოკლევადიან შედეგს არ გულისხმობ. და ზოგადად ალბათ ერთ წელიწადში უკვე რაღაცა გარკვეული კონტურები მოიხაზება, თუმცა არ არის ეს ასე ვთქვათ, მაინც საბოლოო კონტურები კიდე შეიძლება ვიფიქროთ შეცვლაზე, იმიტომ რომ მსოფლიო ძალიან სწრაფად იცვლება. სწრაფად იცვლება გეოპოლიტიკა, იგივე სხვა ქვეყნებში იცვლება შეხედულებები, ახლა ჩვენ ასაც უყურებთ, მიმდინარეობს იდეოლოგიური ბრძოლა ლიბერალებსა და კონსერვატიულებს შორის და ესეც გავლენას ახდენს გლობალურ პოლიტიკაზე, იმიტომ და ართულებს კიდევაც. და ართულებს დიახ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის ძალები, ვინც გაიმარჯვებენ და ხელისუფლებაში მოვლენ ლიბერალები იქნება თუ კონსერვატორები, მათი პოლიტიკაც იქნება განსხვავებული. ასე რომ ევროპის ქვეყნებზე რო ვილაპარაკოთ, წინ არის, ასე ვთქვათ, ამ ქვეყნებში არჩევნები და ასე ვთქვათ, ეს ძალთა გადალაგება როგორ მოხდება და რანაირად ამის პროგნოზირება ამ ეტაპისათვის შეუძლებელია, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონსერვატული ძალები ძლიერდებიან, თუმცა რამდენად მოახერხებენ გაძლიერებას. გარდატეხის შეტანასაც საბოლოოდ. ისე რომ ხო, გარდატეხის შეტანა შეძლო თვისებრივი ცვლილებები გამოიწვიონ, ამის თქმა ძნელია, თუმცა ჩვენ უყურებთ, რომ აი თვისებრივი ცვლილებები უკვე განხორციელდა ამერიკაში. ამერიკის მოსახლეობამ ცალსახად კონსერვატიზმს დაუჭირა მხარი და დაუბრუნდნენ ძველ ღირებულებებში მეგულისხმობ იმას, რომ ხალი-ხალია და კაცი-კაცია, ამ ღირებულებებს დაუბრუნდნენ, ეხა ისევ აქტიურად მუშაობენ იგივე გამჭვირვალობის თემაზე, როგორც ნახეთ, ხო? საუნივერსიტეტო გამჭვირვალობა ცალკე. ეხა საუნივერსიტეტო გამჭვირვალობა ცალკე საკითხია, თუმცა მანამდე, როდესაც გამოიკლიეს თუ რა ხდებოდა ამ თანხების გადანაწილების მიმართულებით, დახურეს USAID და NED და ეხა უნივერსიტეტს მიაგეს სოციალური მათი დახმარების სისტემაც, ასე ვთქვათ, გადასინჯვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ძალიან დიდი კორუფციული სქემები თამაშდება. ასე რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარეობს აი ეს ძვრები, ეს თვისებრივი ძვრები, რომელმაც მათი გათვლით, აი ამ ახალი ადმინისტრაციის გათვლით უნდა მოიტანოს ამერიკის ისევ დომინირება მსოფლიო ეკონომიკაზე. და ნუ თავისთავად პოლიტიკაზეც, იმიტომ რომ ეკონომიკა და პოლიტიკა ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული
დაკავშირებული ერთმანეთთან და ერთმანეთის გარეშე არ კი არსებობს. ბატონო და ამის მტკივნეული გამოხატულება ალბათ სატარიფო კი, ეს ეკონომიკური ერთ-ერთი გლობალური ომი. ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრად ეს ახმატი ერთ-ერთი თორემ. ყველაზე ისეთი, როგორ ვითხრათ, მარტივად გამოსაყენებელი იარაღი არის, ანუ უცებ დააწესებ ტარიფებს და სწრაფი შედეგი. ხო, და სწრაფი რეაგირება. ალბათონეკა ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ნატოს გენერალური მდივნის ყოველწლიურ ანგარიში უკვე აღარ არის თქვათ წლევანდელში ჩანაწერი, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან, არა და ამ დაპირებათა ქრონოლოგიას რო გადავყვეთ და გავაანალიზოთ და შევხედოთ, ჩვენ ნატოს ძირძველი წევრები უნდა ვიყოთ უკვე არაერთი წლის განმავლობაში. მაგრამ კითხვა მიმყავს საით, აი ამ ინფორმაციის ფონზე, დღევანდელი ინფორმაციის ფონზე ჩვენ ვისმენთ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ ყირიმი რუსეთს დარჩება, ზელენსკის ეს ესმის, არ მგონია, რომ ისინი ოდესმე ნატოში გაწევრიანებას შეძლებენ. ამას ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირი. ბევრია საუბარი იმაზე, რომ გლობალისტებმა წამოიღწეს ეს ომი და ჰქონდათ თავიანთი ინტერესი. და ამბობენ იმასაც, რომ იცოდნენ, რომ განწირულიც იყო და პროქსი ძალად გამოიყენეს. მაგრამ განწირულები რომ ყოფილიყვნენ და ამის შესახებ თუნდაც გაანალიზებული ჰქონდათ და გრძელვადიანი ანალიზის გარეშე ჩემს უკეთ მოგეხსენებათ ხა ამერიკის მსგავსი სახელმწიფო დიდ საქმეებს ხელს ნაკლებად მოკიდებს, ისინი ასე ღიად ამას არ იტყოდნენ სხვანაირად და ეს მათი სპეციფიკაა, ასე ვთქვათ, მაგრამ ტრამპი ამას აი ასე ღიად და პირდაპირ ამბობს. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს ალბათ და გასაგებია იგივე სტილი და ხელწერა სხვადასხვა, მაგრამ უფრო ნათელი ხდება და მკვეთრი გზავნილებია. ხო არ უკავშირდება ეს იმას, რომ იგივე დიდ პოლიტიკაში დიდი რამბებით თამაშების დრო ახლა აღარ არის და წერტილოვანი და პირდაპირი გზავნილები მიდის, ეს ერთი და მეორე ვაერთიანებ კითხვას. უკრაინა და საქართველო, რომლებიც თავიანთი სირთულეების წინაშე არიან, უკრაინა სამწუხაროდ აი ამ ომშია ჩართული და სხვა გამოწვევები აქვს. ჩვენ არა გვაქვს ასეთი ცხელი ფაზის ომი, მაგრამ გვაქვს სხვა სირთულეები რეგიონში. აი ამ ყველაფრის ფონზე, ამ პროცესების ფონზე, რა სივრცეები რჩებათ და კონკრეტულად ჩვენზე ვისაუბროთ, რა სივრცეები რჩება იმისთვის, რომ ჩვენი მანევრირება საბოლოოდ იყოს სწორი და ჩვენ მაქსიმალურად მოვახერხოთ ჩვენი სუვერენიტეტისა და თვითმყოფადობის შენარჩუნება. პირველ რიგში ჩვენ თაც შევძლებთ ჩვენი სუვერენიტეტის შენარჩუნებას, ეს არის ის, რომ ჩვენ უნდა განუხრელად და აუცილებლად დავიცვათ ქართული ხალხის ნება, რომელიც გვიმაგრებს, ზურგზუმაგრებს სახელმწიფოს აღმასრულებელ გუნდს, იმისათვის, რათა შევძლოთ ჩვენი სახელმწიფო ინტერესების დაცვა. და ეხლა ამ მომენტში რას ვაკეთებთ ჩვენ, ანუ რა არის ჩვენი ძირითადი ამოცანა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, აქცენტი ჩვენ გადატანილი გვაქვს ამ პერიოდში საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების გამტკიცებაზე. პირველ რიგში ეს არის წყალქვეშა კაბელის გაყვანა, ელექტროგადამტკიცებლის კაბელის გაყვანა ევროკავშირთან და ასევე ციფრული კაბელის გაყვანა, რაც გაზრდის ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთდაკავშირებლობას ევროკავშირის ქვეყნებთან, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის არა როგორც ცალკე აღებული ეკონომიკური კავშირი, არამედ როგორც ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელოვანი დანამატი, ანუ მათი ენერგო მიწოდების დივერსიფიცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო, რაც მათთვის აღმოჩნდა, რომ აი ამ ახალი რეალიებში, როდესაც უკრაინა რუსეთის ომი მიმდინარეობს, აღმოჩნდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი ეკონომიკისათვის, მათი მოსახლეობის ცხოვრების დონისათვის, მათი ხელმძღვანელობის, ასე ვთქვათ, თუნდაც მომავალ არჩევნებში გამარჯვებისათვის და გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო აი ამ სიტუაციაში ცდილობს შეასრულოს დერეფნის როლი, ერთგვარი სატრანზიტო დერეფნის როლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. რაც გულისხმობს ევროკავშირისა და ჩინეთის და არა მარტო ჩინეთის, აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნების ეკონომიკური და სამრეწველო, ციფრული და ასე შემდეგ ფინანსური ურთიერთობების გამტკიცების და განვითარების თვალსაზრისით. ახლა თუ ჩვენ ვამბობთ იმას და ამას ყველა ასე ვთქვათ თვალს ადევნებს, რომ ჩინეთი ერთ-ერთი ძალიან მძლავრი ეკონომიკური და პოლიტიკური მოთამაშეა დღევანდელ გლობალურ სოფლიოში და მისი ასე ვთქვათ მნიშვნელობა განუხრელად იზრდება და სწორედ იმიტომ არის სავაჭრო ომი წამოწყებული ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, რომ აქ მიმდინარეობს ბრძოლა ლიდერობისათვის
აი ამ პირობებში ხედავთ ასევე რომ ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები ცდილობენ ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარებას და არსებული ურთიერთობების გაუმჯობესებას, აი ამ პირობებში საქართველოს ენიჭება ცენტრალური როლი, რომ იყოს ამ ყველაფრის დამაკავშირებელი, იმიტომ რომ დღევანდელმა მსოფლიო ვითარებამ გვაჩვენა, რომ ეს არის ერთ-ერთი საიმედო დერეფანი, რომელმაც შეძლო ამ ძალიან რთულ ტურბულენტურ გარემოში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება. და ასევე ნუ დავიწყდება, რომ აი ამ რეგიონში საქართველო ასრულებს ერთგვარი მშვიდობის გარანტის როლს. მე მხედველობაში მაქვს სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს საშუალებით ჩატარებული შეხვედრა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსმებს იმას, რომ მშვიდობისათვის გაწეული ძალისხმევა საქართველოს მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჯერჯერობით ამ მიმართულებით ძალიან კარგი და ხელშესახები შედეგები გვაქვს. და ასევე გავხსენებ EUTOS გენერალური მდივნის სტუმრობას, რომელმაც პირველ რიგში მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას EUTOS პრინციპების განუხრელი დაცვისათვის. და რა არის ეს EUTOS პრინციპები? ეს არის უსაფრთხოება, სტაბილურობა, მშვიდობა, ადამიანის უფლებების დაცვა. და ეს არის ფაქტობრივად საერთაშორისო აღიარება იმისა, რომ საქართველო ამ ყველაფერს თავს კარგად ართმევს. და აი ამ სიტუაციაში ახლა ჩვენ ვიხილეთ კიდევ ერთ მომენტს გავუსმენდი ხალხს საქართველოს ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის ძალიან წარმატებული ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ის შეხვდა როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ასევე მსოფლიო ეკონომიკური გუნდის ასე ვთქვათ, მმართველებს, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ბანკის მმართველებს, სადაც ისაუბრეს იმაზე, თუ რაოდენ კარგი პერსპექტივები აქვს საქართველოს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. და მეორე მხრიდან რომ შევხედოთ, ეს ეკონომიკური განვითარება ცარიელ ადგილზე ხوار მიმდინარეობს, ამას ყველაფერს ჭირდება მართვა. ხო, საფუძველი შესაბამისი ინსტიტუციები, შესაბამისი რეგულაციები. და ამ ყველაფერს, როდესაც აფასებს ესეთი გლობალური ეკონომიკური ძირითადი ინსტიტუციები, როგორიც არის მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი, გვეუბნებიან, რომ იცით რა, თქვენ ისე კარგად გაქვთ საქმე აწყობილი და იმდენად კარგად ახერხებთ თქვენი პოლიტიკების კოორდინირებას, რომ არა მარტო ეხლა გაქვთ ზრდა, მომავალ 5 წელიწადში ერთ-ერთი ლიდერები იქნებით ევროპის მასშტაბით და მსოფლიო მასშტაბითაც საუკეთესო ხუთეულში შევდივართ. ეკონომიკური ზრდის კუთხით, ერთსულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის დაანგარიშებით და ეს არ არის, ასე ვთქვათ, პატარა ამბავი. ანუ კი, ახლა საქართველოს ვერ ვიტყვით, რომ ძალიან მდიდარი ქვეყანაა და ყველაფერი აწყობილი გვაქვს და აბსოლუტურად არავითარი პრობლემები არ გაგვაჩნია, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ სწორ გზას ვადგავართ და სწორი მიმართულებით ვითარდებით, იმიტომ რომ მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში ძალიან ბევრი ისეთი მაგალითი ახსოვს, როდესაც სახელმწიფო აქტიურად ერევა ეკონომიკაში, ოღონდ შედეგი არის 0. იმიტომ რომ სწორად ვერ განსაზღვრავს სხვა დარგებზე ეკონომიკაზე მაქვს პრიორიტეტებს და მიმართულებებს და ჩარევის ხარისხს და მიმართულებას. და ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება ამ ყველაფერს სწორად არეგულირებს და ამის დასტური არის სწორედ ის ეკონომიკური ზრდა ერთი მხრივ და მეორე მხრივ ის პროგნოზები, რასაც ეს გლობალური ეკონომიკური ინსტიტუციები ავსელებენ საქართველოს შესახებ. აი ამ გარემოს შესანარჩუნებლად როგორი იქნება ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად სწორი საერთაშორისო გეოპოლიტიკური თამაში და რამდენად მოვახერხებთ შიდა პოლიტიკური ამინდის შენარჩუნებას იმ დონეზე, რომ ეს გარემო იქნეს მაქსიმალურად შენარჩუნებული, მით უმეტეს გვიახლოვდება კიდევ მორიგი საარჩევნო პერიოდი. მე ვფიქრობ, ამ მიმართულებით საქართველოს ისევ უნდა გააგრძელოს ის პოლიტიკა, რაც აქამდე ჰქონდა, კერძოდ ეს არის ის, რომ მსოფლიოს ყველა რეგიონთან და ყველა ქვეყანასთან ჰქონდეს პრაგმატული, კეთილმეგობრული და თანაბარ პარტნიორული დამოკიდებულება, რაც პირველ რიგში აისახება არა მარტო ეკონომიკური, ასე ვთქვათ, მაჩვენებლების გაუმჯობესებაში, არამედ ეკონომიკური ურთიერთობების დივერსიფიცირებაში. რაც იქნება ერთ-ერთი გარანტი იმისა, რომ საქართველოს მომავალი ეკონომიკური განვითარება კიდევ უფრო ძლიერი იყოს და კიდევ უფრო ინტენსიური და ასე ვთქვათ, მეტი შემოსავლები მოუტანოს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს ცხოვრების დონე საქართველოში. და ამას რა თქმა უნდა მოყვება
ინვესტიციები არა მხოლოდ ასე ვთქვათ დაბალ ტექნოლოგიურ დარგებში, არამედ მაღალ ტექნოლოგიურ დარგებში, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მაღალ შემოსავლიანი დარგების განვითარება უნდა მოხდეს. ამ მიმართულებასაც სახელმწიფო ძალიან დიდ და მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ ამ მიმართულებით ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რასაც ახლა ვაკეთებთ, მომავალშიც ასევე უნდა გავაგრძელოთ და მე ვფიქრობ ეს თავის შედეგს დაგვანახებს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მალე არ იქნება, იმიტომ რომ ეკონომიკას გარკვეული პერიოდი ჭირდება იმისათვის, რომ აი დღეს დაბანდებულმა სახსრებმა თუ კაპიტალურმა დანახარჯმა გარკვეული ხელშესახების შედეგები მოგვიტანოს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქამდე გატარებული პოლიტიკა უკვე გვაძლევს იმის იმედს და იმის საფუძველს, რომ მომავალში ეს ზრდა, ეს დადებითი განვითარდება აუცილებლად შენარჩუნდება. გასაგებია. მადლობა. ჩვენი საერთო დროც ვახლოვდება დასასრულს. მადლობა სტუმრობისთვის. დიახ, ცხადია, რომ ერთის მხრივ ჩვენ გლობალური თვალსაზრისით ისევ გადათამაშების ეპოქაში ვართ და ამ გადათამაშების მოცემულობაში მთავარია, რომ ჩვენ რაც შეიძლება მეტად მომგებიანი პოზიცია გვქონდეს და ახლა უკვე მით უმეტეს ისეთი მრავალპოლარული ხდება სამყარო, რომ რაც უფრო მეტ დიდ მოთამაშეს ექნება ჩვენთან თანამშრომლობისა და ჩვენთან ჩართულობის სურვილი და ამას ეფექტიანად გამოვიყენებთ და ეს მრავალპოლუსიანობა თუ მრავალ ფეროვნება პოლიტიკური პარტნიორობისა ალბათ ერთგვარი გარანტი იქნება იმისა, რომ ჩვენ სტაბილურობა შევინარჩუნოთ და ასე გავაგრძელოთ რეგიონში ჩვენი შესაძლებლობების განხორციელება. მადლობა სტუმრობისთვის. დეპუტატთან ქალბატონ ეკასებაშვილთან ჩვენი დიალოგი აიჭირდება რადიო ამდის Facebook გვერდზე. მადლობა, ნახვამდის.